მხოლოდ ის რაც მედიაში გავრცელდა და ღია წყაროებში გავრცელდა, მხოლოდ ამაზე დაყრდნობით, რაც საალცახად ზედაპირზე ჩანს, ფაქტია, რომ ივანიშვილის შვილები დასაყრდენს ქვეყნის გარეთ ეძებენ და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყნის დიპლომატი, რომელიც ქვეყანას უნდა წარმოადგენდეს იაპონიაში, დაკავებულია მომსახურებით ივანიშვილის შვილის და მის ხელის პერსონალად არის ქცეული. აი ამათ გადააქცია ივანიშვილმა ეს ქვეყანა. როდესაც ეს ადამიანი საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე უნდა მუშაობდეს, საქართველოს უნდა მუშაობდეს, რაღაცა ივანიშვილის პირადი საკითხების მოგვარებით კლერკად მუშაობს ფაქტობრივად იაპონიაში, ტოკიოში. აი ეს შემიძლია ვთქვა და სამარცხვინოა და ნამდვილად მის დიპლომატიურ კარიერაში დიდ შავლაკად შევა. რომ ხელის ბიჭია და პერსონალია ივანიშვილის. იაპონიაში საქართველოს ელჩი ძალიან სამწუხაროა. უფრო ღრმა განმარტებებს იმედია გააკეთებს ეს ადამიანი, ვიდრე ის რაღაცა გაურკვეველი Twitter-ზე გამოქვეყნებული თავისი რაღაცა განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. და აუცილებლად ამ ქვეყანაში ივანიშვილის ხელის მსახურებისგან გავათავისუფლებთ ამ ქვეყნის ყველა საჯარო მოსამსახურეს და იმ ადამიანებს, რომლებიც პერსონალურად ჩართული არიან ივანიშვილის ბუღალტერიაში თუ იურიდიულ მომსახურებაში თუ მის რაღაცა დავებში, აუცილებლად მოუწევთ თუ გადაამეტეს კანონს აუცილებლად პასუხისგება ამ ქვეყნის წინაშე და დანარჩენებს აუცილებლად შერწყევათ, რომ ივანიშვილის პერსონალური მსახურები იყვნენ იმის ნაცვლად, რომ საქართველოსთვის ემსახურებათ. კიდევ ერთხელ ვიდრე გავაგზავნებთ თქვენთან საუბარს, ბანშანი ასევე წერს ტოკიოში ერთ-ერთ რესტორანში უტა ივანიშვილისა და იაპონიაში საქართველოს ელჩის თეიმურაზ ლეჟავას შორის ერთსაათიან შეხვედრაზე, რომელიც ქართულ ენაზე გაიმართა და ელჩმა ივანიშვილს შავი ჩანთა გადასცა. თეიმურაზ ლეჟავა სტატიას X-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ეს ჟურნალი აქვს აფარებული და წერს, რომ მეგონა აი ამ ფოტოს ხედავთ პირდაპირ ეთერში ახლა თქვენ. მეგონა პირველი გაზაფხულის ნიავი იყო, მაგრამ ბუშუნის ტყვია აღმოჩნდა, როგორც ჩანს, ბუშუნი ასე ითარგმნება ეს ჟურნალი იაპონურიდან. გავაგზავნოთ ახლა საუბარი გუშინ გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა, ეს ეხებოდა იმ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტას, რომელთაც ამის თაობაზე მიმართეს პარლამენტს. ასეთ შორის არ არის გახარიას გუნდი, თქვენ თავიდანვე თქვით, რომ ამ ასეთ მიმართვას არ აპირებდით. კიდევ ერთხელ რომ ჩაგეკითხოთ თქვენი არგუმენტი რა არის, რატომ არ წერთ, რას ელოდებით, თქვათ, რა პოზიცია გაქვთ თქვენს მანდატებთან დაკავშირებით და რა გეგმები? დიანა, ჩვენ პირველივე დღესვე ვთქვით და ჩვენ პოლიტიკაში დაფუძნების დღიდან ჩვენ გვაქვს ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკური დღის წესრიგი. ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც არც ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს არ არის აყოლილი და ეს იქნება ყოველთვის ასე. პოლიტიკაში ჩვენ ეს დავამკვიდრეთ, რომ არავის დღის წესრიგს, ოპოზიციური დღის წესრიგი იქნება თუ ეს სახელმწიფო თამაშის დღის წესრიგი იქნება, რომ ვიღაცებს რაღაცები მოეწონა და ვიღაცებს რაღაცები საამებლად, ნამდვილად არ გავაკეთებ. ემოციური გადაწყვეტილებები პოლიტიკას ყველაზე მეტად არ უხდება. ჩვენ როდესაც ვებრძვით ავტოკრატიულ რეჟიმს ამ ქვეყანაში, ჩვენ ჭირდება პირველ რიგში ცივი გონებით მოქმედება და ცივი გონებით გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ვიღაცის ემოციურ ყიჟინას 26 ოქტომბრის საღამოს, რომელთა ნაწილი რაღაცა გამარჯვებულად აცხადებდა თავს და სამომავლო კოალიციის ფორმირებაში რაღაცა მონაწილეობას იღებდა, თუ არ მინდა ეხლა ამ დეტალებში შესვლა, არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან კორექტული. თავისუფლებას არ მივცემდა. ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს და ვთქვით, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ. ვართ ამ პარლამენტში წარმოდგენილი, რომელიმე კომიტეტის შემადგენლობაში ვართ, ხელფას ვიღებთ, ლეგიტიმაცია მივეცით, რომელიმე დელეგაციის შემადგენლობაში ვართ. ქუჩაში არ ვდგავართ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად და რა უნდათ ეხლა რომ განცხადება დაგვეწერა ეგრეთ წოდებული პარლამენტის თვითმარქვია თავმჯდომარ თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. გეუბნებით რომ ამ პარლამენტს ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება, შესაბამისად ჩვენ არ გავხდით ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტს, როდის გაგვაგდებენ და როგორ გაგვაგდებენ. ჩვენ არ მონაწილეობთ ამ პროცესში და მიიღონ გადაწყვეტილება. თუ თვითონ თვლიან რომ უფლებამოსილება უნდა შეგვიწყვეტონ, პრობლემა არ არის, მაგრამ ასე დავსვამ კითხვას. ეს პოზიცია ყველასთვის იყო ცნობილი და კიდევ ერთხელ გავმეორდები და დავსვათ დიდი წერტილი. ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება ჩვენი პოლიტიკური პარტიისგან და
დანარჩენი ეს ემოციური ჟივილხივილი და სპეკულაციები არის მეორე საკითხი და იმის ნაცვლად რომ რაღაცა აი ამ თემიდან რაღაცა გონია რომ ვირტუალურ რეალობაში ვარ 2 დღეა მედიაც ამ დღის ეს რიგს არის აყოლილი რაღაცა ბერდი ასე და არა დღეა ქარდებზე ვლაპარაკობთ ბერდია ნახე კითხვას დავსვამ ასე ნახეთ აი არავის დღის წესრიგს არ ვარ მე მაგალითად ჟურნალისტიკაში აყოლილი მაგრამ არა ხარამეს და ასე დავსვამ კითხვას არალეგიტიმურად გამოცხადების და არაღიარების კამპანიას ხომ შეუერთდით თქვენ თუ არალეგიტიმურია და არაღიარებულია ანუ ცოტა გაუგებარია რა მხრივ მაშინ რატომ არ შედიხარ თუ ამ სამი პოლიტიკური სუბიექტის გზა არ არის თქვენთვის მისაღები და თქვენი გზა გაქვთ მაშინ შედით და იმუშავეთ ამ პარლამენტში არ გაფანტოთ მე მაგალითად გონია რომ ყველა არ შესვლა პარლამენტში რა мотиваციაც არ უნდა არსებობდეს ამის უკან არის მაინც ამომრჩევლის ნდობის გაფანტვა გარკვეულწილად რაღაცნაირად თუ ძალიან სიღრმეებში შევალთ მაშინ რატომ ფანტავთ თქვენი ამომრჩევლის ნდობას მაშინ შედით და იმუშავეთ შიგნით თუ შიგნით არ მუშაობთ და თანაბოდ ლეგიტიმაციას არ ვაძლევთო თან თქვენი უფლებამოსილება ცნობილია აი რაღაც რა უცნაურ პოზებს იგონებთ ხოლმე ანუ არის ან შესვლა ან არ შესვლა სხვა მესამე რა როგორ გამონახეთ წარმოუდგენელია დიანა ანუ ჩვენ პირველ რიგში პასუხისმგებლობა გვაქვს ამ ქვეყნის მოქალაქეების და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე დღეს აბსოლუტურად ჩვენი მხარდამჭერების უმრავლესობა აი ეს ქვეყანა ებრძვის და დელეგიტიმაციის პროცესში ამ პარლამენტის და ბუნებრივია ჩვენი ამომრჩეველი და ეს არჩევნები გაყალბდა და ეს არჩევნები მოპარა ხო ხელისუფლებამ ამ ქვეყანას თქვენც მოგპარათ ხო თქვენი არჩევანი არ ვიცი მე თქვენ ვისმიეთ რა თქმა უნდა ხმა მაგრამ ფაქტობრივად მოცემულობაა როდესაც შიდა მწვავე პოლიტიკური კრიზისი აქვს სახელმწიფო პარტიას ისევე როგორც საერთაშორისო დონეზე აქვს კრიზისი ჩვენ თქვით რომ ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ ამ პარლამენტს და ეს არის მათ შორის ჩვენი ამომრჩევლების წინაშე პასუხსაგების საკითხი დიახ ჩვენ ამომრჩევლებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და ეხლა ვიღაცა მიმართა ემოციურ დღის წესრიგზე მიიღო გადაწყვეტილება ვიღაცას ეგონა რომ არ შეუწყვეტდნენ ამ უფლებამოსილებას და ეხლა ამის ფონზე რაღაცა ემოციების ჭარბობს და ღამის პირველ საათზე თუ ღამის 2 საათზე რაღაცა პოსტებს აქვეყნებს და სხვის ბოსტანში კენჭებს ისვრის ძალიან ამას არ გავაკეთებ სიმართლე რომ 5 თებერვალამდე საერთოდ არ გთხოვთ ემოციურ გადაწყვეტილებებს რა თქმა უნდა თქვენი გზა გაქვთ უბრალოდ ეს გზა რა არის თქო დამანახეთ დიახ ეს გზა არის რეჟიმის დასუსტება ეს გზა არის რომ მივაღწიოთ პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეებთან ერთად სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და მეორე ახალ არჩევნებს რომელიც განმუხტავს ამ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს სხვა არ არსებობს სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს სხვა ვერც ერთი გადაწყვეტილება რაც არ უნდა მოიგონოს ეხა ირაკლი კობახიძემ ან მისმა ბატონმა ბუნებრივია სხვა ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ვერ განმუხტავს და რა მოხდა გუში რომ მიიღო გადაწყვეტილება ამანაქცია ეს პარლამენტი არალეგიტიმურად 5 თებერვალამდე პირობითად ავიღოთ სანამ მაგალითად მამუკა ხაზარაძეს ან ნებისმიერ შეუწყვეტდნენ უფლებამოსილებას ლეგიტიმური იყო ეს პარლამენტი ან სანამ კენჭისყრაზე პირობითად არ დადგება ჩვენთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ლეგიტიმურია ეს პარლამენტი აი ამ სპეკულაციებში შესწინებები გითხრათ არ ვილაპარაკოთ მათზე ბერდი არ ვილაპარაკოთ მათზე კი ბატონო მე მიპასუხეთ უბრალოდ ეს ამ მანდატებს ინახავთ რისთვის რა დროისთვის აი რაში შეიძლება დაგჭირდეთ საინტერესოა იმიტომ რომ ხომ გეუბნებით მე საერთოდ იმას კი არ გთხოვთ მე მათიც მიკვირს რაღაცნაირად ჩაუგდეს მართლაც ხელში ოცნებას მათი ბედის განკარგვის შესაძლებლობა და ეს ოცნება აღარ არის 2020 წლის ოცნება 3 წუთში გადაწყვიტა 59 დეპუტატის საკითხი არც იმათ არ უნდათ გავიგე მაგრამ ამათაც ასე გადაუწყვიტეს თქვენ ხელში იტოვებთ ამ ბერკეტს მაგრამ აგვიხსენით რისთვის იტოვებთ რა უნდა გააკეთოთ ამ მანდატებით რა არის თქვენი გზა და გეგმა ამის ახსნას გთხოვთ თორემ იმას კი არ გეუბნებით რომ ემოციურად ძალიან მარტივად არა მესმის ძალიან მარტივად დგას საკითხი დიანა ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს არავინ შესაბამისად ამ პარლამენტს ჩვენ არ მივმართავთ თუ თვითონ უნდათ ეს გადაწყვეტილება მიიღონ აგერ 6 თვის თავზე შეუძლიათ კენჭისყრაზე დააყენონ ეს საკითხი და უფლებამოსილება შეგვიწყვიტონ მაგრამ ეხა ეს სპეკულაციებში შესვლა ვიღაცის ემოციურ დღის წესრიგზე აყოლა სიებს რო ხსნიდნენ გახსოვთ ხო
ხო? გახსოვთ ხო უბრალოდ CF-ს რო ხსნიდნენ და იძახდნენ რომ უფლებამოსილებას ვერ შეიძენს პარლამენტია ჩვენ თუ ერთობლივად CESCO-ს მივმართეთ. მიმართეს და რა უფლებამოსილება ვერ შეიძინა პარლამენტმა მათი გადმოსახედიდან, ოცნების გადმოსახედიდან. დღეს ხო დე-ფაქტო პარლამენტი, ეგრეთ წოდებული პარლამენტი ბრჭყალებში, მაგრამ ფუნქციონირებს, ხო? მათი გადმოსახედიდან, ხო? რომ ვერ უნდა შეკრებილი იყვნენ და ვერც ერთი საქმიანობა ვერ განეხორციელებინათ. ამიტომ რა თქმა უნდა ამ პარლამენტს ლეგიტიმაციის საკითხს კი არ უწყვეტს ვიღაცამ ეგრეთ წოდებულ თავმჯდომარეს დაუწერა და ვიღაცამ თავმჯდომარეს დაუწერა 59 შეუწყვეტეს და 12-ს დაუტოვეს და იმ 12-6 თვის შეუწყვეტენ თუ როდი ეს კი არ წყვეტს პარლამენტის ლეგიტიმაცია არალეგიტიმაციის საკითხს. პარლამენტის ლეგიტიმაცია არალეგიტიმაციის საკითხს წყვეტს ხალხი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით არის ხელისუფლების წყარო. შესაბამისად აქ დამთავრდა სპეკულაცია. ხალხისგან ლეგიტიმაცია არ აქვს პარლამენტს. არც ყობახიძეს როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, არც შრალ პაპუაშვილს როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, იმ კალიგულას იმას ინციტატუს რომელიც პრეზიდენტად და არავის არ აქვს ხო ეს ლეგიტიმაცია ხო? და წვავე გარე ლეგიტიმაციის კრიზისია. დღეს რატო გცემს პირდაპირ ფორმით ივანიშვილი ქუჩაში? იმიტომ რომ აღიარებას მოითხოვს ჩვენგან რომ აღიარეთ რომ ხელისუფლება ვარო. არავინ არ აღიარებს, რატო უჭერს და უჭერს. სამწუთში 59 დეპუტატს გაუქმა მანდატი, არ სჭირდება არც მათი პარლამენტში ყოფნა, არც მათი აღიარება. უკვე სხვანაირია ოცნება თქო, თავის წიაღში ჩეკავს რაღაც 3 და 4 კაციან ჯგუფებს და ამას შემდეგ გაასაღებს რომ ყავს შიდა ოპოზიცია. თქვენ გეკითხებით, თქვენ თქო ამ მანდატის დატოვებით რა სიტოვებთ ხელში? აი მაგალითად დღეს ერთ-ერთმა ლიდერმა ვინც რჩებაო ამ პარლამენტში რაღაც კარგად ვერ დავიზეპირე ეს ციტატა რამდენჯერმე დაუბრუნდი ფაქტია რომ თქვენ ხართ ადრესატი რჩები პარლამენტში ხარ ბიძინას რუსული პროექტი ანუ მესმის რომ თქვენ ასეთ თაგებს და მონიშნებს აქ არ ხართ მონიშნული მაგრამ ასეთ მომართვებს გავიგე რომ არეგებით მაგრამ რა სიტყვით ასეთი განცდა გაჩნდა მათ შორის მე პირველ რიგში პატივს ვცემ მოქალაქეებს რომლებიც აი გუშინაც როცა ეს კარდებზე სისულელი სიგიჟე დაიწყო სრული ქუჩაში იდგნენ და სოლდებოდნენ და ამ ადამიანებს ვცემ პატივს და მათ ბრძოლას ვცემ პატივს ამიტომ რაღაცა კარდი დაიდო ვიღაცას არ მოეწონა ვიღაცამ არასწორად გაიგო საერთოდ პარტიის ოფიციალური პეიჯი არ ყოფილა და ოფიციალური წევრის მიერ დადებული პარტიის ლიდერებმა პარტიის წევრებმა გადააზიარეს ახლა და კარგად ჩანდა როგორც ვიღაცამ არასწორად მოგეწონათ ამ კარდის გავიგეთ ამიტომ მე ამ ყველაფერზე მაღლა ვდგავარ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ ყველაფერზე მაღლა დადგება ყოველთვის არ გვაინტერესებს ვინ ჩვენს ბოსტანში კენჭების როლას დაიწყებს რაღაც Facebook-სთან ჩვენ ხო ვიცით ჩვენი ბრძოლა ჩვენ ხო ვიცით ჩვენი გზა რა გვაქვს ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გასავლელი ამიტომ ვიღაცის გინებას როდის იყო ვიღაცის Facebook სტატუსებით გადაწყვეტილებებს იღებდა ჩვენი პოლიტიკური პარტია ანუ ცოტა ხიმილის მომგვრელია ხო იცით ეხლა ჩვენი პოლიტიკური პარტია ყოველთვის თავისი გზით გამოირჩევა ვიღაცისთვის შეიძლება ეს გზა ცოტა გაუგებარი იყოს, მაგრამ აი მზის ბოლოს როდესაც მივდივართ ხოლმე, ყოველთვის გასაგები და ფიქრობთ რომ ეს მანდატები შეიქმნება ვითარება, როცა თქვენ დაგჭირდებათ ეს მანდატები და გამოიყენებთ ამ მანდატებს, ანუ ასე მინდა შეკითხვის დასმა მაშინ. ეს მარჩიელობაა, ეხლა მე რომ მანდატს ვეჭირდება. აბა რისთვის იტოვებთ თქო, ნახეთ? მანდატით გააკვირვებთ ეხლა აი ამ პარტიას ყოფილი პრემიერ-მინისტრები, ადმინისტრაციის უფროსები, მთავრობის, საკონსულტაციო სასამართლოს თავმჯდომარეები, რომელი მანდატი და თანამდებობით და რომელი პრივილეგიას ვიღებთ. კი, გავიგე რომ სახვედით, მაგრამ აღარ გაკეთეთ. რატო არა გვაქვს დიანა? რატო არა გვაქვს? ადამიანები იბრძვიან ძალაუფლებაში მოსასვლელად სკამისთვის. მე ხა ანდელ მოცემულობას არ ვიზახ ზოგადად, მაგრამ ჩვენ ეს თანამდებობები, ჩვენი ნებით დავთმეთ, იმიტომ რომ ამ ქვეყნისთვის მსახურება იყო ამოსავალი წერტილი. ამიტომ რაღაცა იმუნიტეტზე თითქოს რაღაცა თანამდებობას აბსურდია რა. აი ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ და ცოტა ფოკუსი უნდა გავასწოროთ აბსოლუტურად ხელფასებს არ ვიღებთო ბერდია. ხომ ხარ თქვენი უფლებამოსილება ხომ არის ცნობილი არ გერიცხებათ ხელფასები? არა რა თქმა უნდა. უფლებამოსილები ცნობასთან ერთად პარლამენტის რეკვიზიტები უნდა გაგეგზავნათ? არა, უყურეთ დიანა. რასთან არის ეს დაკავშირებული? არ ვიცი მართლა გულწრფელად.
კომიტეტში უნდა იყოთ გაწევრიანებული იმისთვის, რომ ჩაგეთვალოთ, რომ უფლებამოსილებას ახორციელებთ და ხელფასი უნდა დაგერიცხოთ. არც ერთ კომიტეტის წევრი არ არის და არანაირ ლეგიტიმაციის პროცესში არ შესულა პარლამენტთან ჩვენი პოლიტიკური გუნდი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ხელფასი არ გვერიცხება და ღმერთმა დაიფაროს რომ აი ჩვენ რომელიმე ადამიანს რაღაცა ბენეფიტი ან სარგებელი გქონდეს აი პარლამენტისგან, რომელსაც წარმოადგენს ეგრეთ წოდებული ოცნება. ბენეფიტი და სარგებელი ზოგადად ცუდი არ არის, იმიტომ რომ ეს არის ქართველი ხალხის გადამხდელების ფული, ეს არ არის ივანიშვილის ფული და ეს პოლიტიკურმა ლიდერებმა რომ კარგად გაარკვიონ რა ფულია და თქვა შესაბამისად. სხვა საკითხია პარლამენტის ხელფასების აღება კიდევ მეორე საკითხია და აი აქ ამ სპეკულაციაში, ამიტომ რის თქმა უნდა დიანა ელოდებით ისეთ სიტუაციას, სადაც შესაძლებელია პოლიტიკურ პროცესში ეს მანდატები, როგორც დიალოგისთვის, კონსულტაციისთვის, არ ვიცი, ვაჭრობა შეიძლება ზოგმა ეს სიტყვა იხმაროს, პოლიტიკურ პროცესში დაგჭირდეთ ეს. ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ეს მანდატი, როგორც მანდატი გამოყენებული ამ პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის, ამ პარლამენტში შესასვლელად და აი გუნდისთვის, რომელიც თავს ხელისუფლება დააცხადებს რაღაცა ტიპის ლეგიტიმაციის მისაცემად, გამორიცხული, არც ერთ კომიტეტში არ იქნება ჩვენი პარტია გაწევრიანებული. ამიტომ აი აქ სპეკულაციას დაუსვათ წერტილი. 5 თებერვლამდეც არალეგიტიმური იყო ეს პარლამენტი და ახალი არჩევნები სანამ ჩატარდება, არალეგიტიმური იქნება ეს პარლამენტი. ამის თქმა მინდა, ამიტომ ემოციური გადაწყვეტილებების დრო პოლიტიკაში და საკუთარი ემოციური გადაწყვეტილებებით, ну ახლა ვიღაცისთვის შეიძლება მარცხი იყოს ეს და ვიღაცისთვის რაღაცა მცდარი გადაწყვეტილება თავის დროზე მიღებული, მაგრამ ყველას თავისი გზა აქვს და მე პატივს ვცემ პერსონალურად ყველას ბრძოლას. მე მწამს ეს ადამიანები წიბრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, მაგრამ არ შეიძლება ამ ბრძოლაში რაღაცა ღამის პირველ საათზე რაღაცა გამოუცხადო უწყინარი რაღაცა ქარდისთვის, რომელთანაც კავშირი არ აქვს პარტიას და რომლის მიზანი შეიძლება საერთოდ არ იყოს. ბერდი არ იყო მწლადუწყინარი ოცნების თავარი ხაზია რომ ყველანი ნაცები არიან და თქვენ ამ ქარდის გაზიარებით და თქვენი პასუხის შეთავაზებით ფაქტობრივად გაითავისეთ ეს ამბავი რომ ყველანი ნაცები არიან. გაითავისეთ. რომ ყველანი ნაცები არიან თქვენს გარდა. მე მეუბნებით? დიახ, ამ ქარდის გამოქვეყნებით, თქვენი ქარდის დამატებით. 15 წუთი აგიხსნით, რომ ეს ჩვენი ქარდი არ არის თქო. ხო და თქვენი პარტიის ქემოკლიძის გვერდზე ვნახე მე პირადად გაზიარებული ახლა ის კაცია კახა ქემოკლიძე. შეიძლება რაღაცა გააზიარა, მე რაღაცა არ მოეწონა და რაღაცა სენსიტიურად აღიქვა და სხვა ტიპის გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ მე ესე გავიგე ამ ქარდის შინაარს გულწრფელად, რომ ეს იყო ოცნების გავრცელებულ ქარდზე პასუხი. კი ბატონო, თქვენ რა გნებავთ ის გააზიარეთ, მაგრამ თან ხელს რო აწერთ საერთო განცხადებებს, თან რაღაც კონსულტაციები არის ხოლმე დრო და დრო. როგორ? რატო არ მეკითხებთ, რისი არ მჯერა? არ მჯერა თქო. რისი არ გჯერათ? არ მჯერა რომ 20 წუთია ქარდზე ვლაპარაკობთ, რომელიც ჩვენმა მხარდამჭერმა ჯგუფის წევრმა დაადო რაღაცა არაოფიციალური პეიჯი. ჩვენი ეთერის 20 წუთზე არის დარდოთ. ბიძინა ივანიშვილს ვერძი და მე ქარდზე ვლაპარაკობ 20 წუთია უბრალოდ. აი მართლა მგონია რომ ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობ. კი ბატონო. არასერიოზულია ეს ყველაფერი და. კი ბატონო, კარგი. მე მოუწოდებ ამ ადამიანებს. თუ რამე ეწყინათ, თუ რამე ეს მანდატებზე ვლაპარაკობდი, ახლა ცოტა უტრირებთ ახლა ქარდზე ბოლოს კითხეთ. ერთი ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან. ნახეთ, ოპოზიცია გვთავაზობს საკითხის ასე დანახვას, რომ ეს არჩევნები მოიგო ოპოზიციამ და თუ მოიგო ოპოზიციამ და ჩვენ ვართ ხელისუფლება, ოცნება კი არა, ეს იგულისხმებით ყველა ოთხივე. იმიტომ რომ თუ ერთი აკლდება, ეს ასე არ არის. მაშინ ირღვევა ეს კონსტრუქცია, რომელზეც აგებულია ოპოზიციის ხაზი და თქვენ ხართ ამ ოთხის ნაწილი. დიანა ძალიან გიყვართ რომ რაღაცა ოთხეულში მოგვაქციოთ და მე ვფიქრობ სულ არ მინდა პირიქით სადმე კი არ გაქცევთ მინდა რომ კაფეო იყოს ხაზი გავლებული ხართ თუ არ ხართ იმიტომ რომ ცოტაც ბლარავთ თქვენ თვითონ თან არ დგახართ თან რაღაც საერთო განცხადებებს ბერდია აწერს ხელს და არა გახარია ცოტა კაფეობას გთხოვთ რა პრობლემა არის არაფერი მე თქვენს ხელმოწერას კი არ ვიწუნებ კაცო მართველმა აღმასრულებელმა მდივანმა მოაწეროს ხელი ანუ
კომპლექსი აქვს ვინმე სამისი, რომ ბერდიას შინავა აწერს. და გახარიას აქვს კომპლექსი, რომ ხელი არ მოაწეროს, რაც მაგას განცხადებებზე ექნება ხელი მოწერილი პრემიერი იყოს. სხვებს აქვს კომპლექსი, რომ აუცილებლად გახარია მოაწეროს ხელი და ჩვენ ეს კომპლექსი არ გვაწუხებს, ამიტომ დიანა, უყურეთ მარტივადაა საქმე. ჩვენ 4 პარტიასთან ერთად, ჩვენ ვართ ქართულ ხალხთან ერთად. ქართველი ხალხის აღქმაშია ეს არჩევნები მოპარული. და მოპარულია შეიძლება 3%-იანი პარტიისთვის, შეიძლება ვიღაცისთვის, რომელიც ყველასთვის გაყავდა ეს არჩევნები. მარტო 4 პარტია რა არის მართლა ის ხო არ არის კაცო. 4 სახარება ხო არ არის და რაღაცა ის ხო არ არის ჩვენ ვართ მთავრობაო. ჩვენ მოვიგეთ ეს არჩევნები და ჩვენში თქვენს შედიხართ, თქვენ ხართ იმ სამთან ერთად. თორემ თქვენ თუ აკლდებით, ეხლა არ გამოდის ესე. ქართველმა ხალხმა მოიგო და ყველა ბრძოლაში ვართ, აი აბსოლუტურად დიანა. ამ პარტიებთან ერთად მათ შორის საგარეო ფრონტი იქნება თუ საშინაო ფრონტი, არჩევნების საკითხი იქნება თუ მომავალი არჩევნების საკითხზე რაღაცა შეთანხმება, რომ რეალურად მივიღოთ შედეგები, ხო? აი ამ ბრძოლაში გამოვაკლდით ვინმე იტყვის, რომ რაიმე საკითხში გამოვაკლდით, რომელიც ფუნდამენტური საკითხი იყო, ხო? არ არსებობს და ეხა რაღაცა წერილში თუ არა ვართ ერთად, რაღაცა ბრიფინგზე ვიღაცას თუ არ უდგავარ გვერდად, ეს ხო იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა ბრძოლაში საერთო მიზანი არ გაგვაჩნია, ხო? ამიტომ ჩვენ ამ ყველაფერზე მაღლა დავდგებით ყოველთვის. არ არსებობს ჩვენ რაც არ უნდა ეხა სტატუსები წერონ ადამიანებმა. კი ბატონო, მადლობა, უნდა დაგემშვიდობოთ. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მათთან ერთად, მათ შორის ქართული ხალხის გვერდით. მადლობა, აღარ გვაქვს დრო, ბერდია სიჭინავა იყო ჩვენი სტუმარი.